კატაობა რომ მოგენატრება კაც რა. ენდურის დღე მაქვს. დღეს მე რამდენად ვждები? მე-13 თუ მე-4 თუ რაღაცა ეგეთ. Let's go. დერერერენ დერერენ 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 დერერენ. ცოტა გაგუდასავით. ცოტა ვარჯიში დავიწყე. გირებით, ლახტით და ეხლა ნუ ენდუროსაც მივაშველიებ. სასმელს აღარ ვსვავ, кайხანია. და შედეგიც არის, მეგობრებო. დაახლოებით 5-6 კილო მაქვს დაკლებული. ეხლა ტრასაზე უნდა გავიდე და იმედია ამ პატარა მონაკვეთში, რომლის გავლაც მიწევს ტრასაზე, პატროლი არ დამეტაკება რა და სხვის მოტოციკლებს არ წამართვებს. ცოტა უცნაური შეგრძნება აქვს ეხლა. ენდუროს ამდენი ხანია რომ არ ვждარ ვარ. გადაჩვევა იცის. აქეთ უნდა ჩავიდე ვითა? ჩოპერის ვიდეო მე მგონი წაიღო, ხო? ცოტა დებილივით კი ვლუყუნებდი იმ ვიდეოში და იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული რა. ესე რაღაცა ცოტა სერიოზულ ლაპარაკებს. ვა, სად გავიჩით ჩემი კაინი კალა. პატარა დინარეც გადავლახე. რაღაცა სილამაზე ადგილია, მაგრამ ნაგავს ნუტოვებთ, თქვენი დეცი, ნაგავს ნუტოვებთ. სად მივდივარ? ნეტაი. აქეთ რაღაცა ისეთი არაფერი არ ჩას. მე მგონი გამოვცნი მე იმ ნანგრევებს. ძველი მონასტერი სადაც იყო. ნახოთ აბა. დრონით დამოღებული მაქვს. შემიძლია დრონიც ვაფრინო. რაცა ლამაზობა ადგილს რო ნახავ, აუცილებლად აუშვებ. დაბმული მყავს ეხა ჩანთაში. ოპაჩკი, წავიდა, მიდილაშა. ბოლო 6 კილო გაქვს დაკლებული, დავაი, შეცქვიტო. ვერაფრის ვერ გამიგია ესეთ გზაზე რომ მიდიხარ. ხელები დაჭიმული როგორ არ უნდა გქონდეს და მაგრად როგორ არ უნდა გეკიდოს რულზე რა. აქეთ ტრასა არის და იყო უბრალოდ ოდესღაც. აუ ეხა ჩანთას ველოდები, დიდ ჩანთას რა. და რატო ვამბობ ეხა? ამ მოტოზე ვერ დავამაგრებს მე ვერაფერს, ხო და აი იმ დიდ ჩანთაში კარავი და რაღაცეები რომ
ჩავდო და აქეთ სადღაც აი ესე ჯუნგლებში კემპინგზე წამოვიდე, მაგრად გაასწორებს, მაგრამ აქ ცხოველიც არის რა. აქ კი არა, დაჟე მე ხო დასახლება ჩემი მამკოდის ერთ-ერთი უბანი რა ესე ვთქვა და იქაც კი მგლები და ისინი ჩამოდიან და იარაღის წამოღებაც დამჭირდება და ჩემი იარაღი მხელა რა ვიცი რაღაც პირდაპირ თუ გადავიკიდებ, მაგრამ ეგ რო დაინახოს პოლიცია როგორი მოტოს დამარცხებენ კი არა, ციხეს დამაშენებენ თავზე პირდაპირ რაღაცას მოვიფიქრებ უეჭველი რა აი ეს იარაღიც იმისთვის კი არ მინდა რომ რავე მოვკლავ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავდაცვისთვის რა მე მონადირე არ ვარ, არასდროს არ მინადირია და სიმართლე გითხრათ მაინტერესებს ისე ეგ ამბავი და არა არასდროს არ ყოფილა და ესე ხა მარტო თავი დავადო საერთოდ არ ვიცი რა უნდა ვქნა თუ ვინმე მონადირე ხართ და გამიყოლებთ მაგრად გამისწორდება ვა რასად გავიჩითე რა მაგარი ხედია უნდა გაჩვენოთ რამენაირად კი არა ლაშა დრონიანი რო ვარ ხო არ დაგავიწყდათ ჩემი კაი ბიჭო რა ხედია იქ ვინ ცხოვრობს კი მარაჩ Something's got a hold on me lately, though I don't know myself anymore. Feels like the walls are all closing in, and the devil's knocking at my door. Whoa. Out of my mind, how many times did I tell you I'm no good at being alone? Yeah, it's taking a toll on me, trying my best to keep from tearing the skin off my bones. Don't you know, don't you know, don't you know I lose control when you're not next to me. ძალიან მაგარი საშუალებაა დრონი რა, აი გამოჩნდა წინ ეკლესია. და რა თქმა უნდა, უფრო თავდაჯერებულად წავალ ხა წინ. აქ რა წარწერებია? აუ ეხა მაგის გამო ამ სიმაღლიდან მართლა ვეღარ ჩამოვალ, რომ ეგ წავიკითხო და დედასა. სად მივდივარ დედასა? ვა, всё. ჭიშკარი გამოჩნდა. რა კარგია.
რაღაცა საინტერესო ადგილები გამოჩნდა აქეთ კიდე. აი იქეთ მაგალითად რაღაცა კოშკებით არის. აი თუ ჩანს ხა კადრში წესიერად. მეტა რა არის. აი აქაც სვანური კოშკებით რაღაც. წარმოიდგინეთ იქროს ხოფის ის რო არის შენი ეზო. სახლი დგას ერთი იქეთ მხარეს, ერთი აქეთ კუთხეში. ერთი იქეთ. და სილამაზეები მქონია აქვე რა. აი თბილისი არ ჩანს ნახეთ. იმიტომ არ ჩანს რომ აი გამონაბოლქვი. აი ყოჩაღი ენდურის. და კარგად გილზე მომიყვანა. ეხა მონასტერში ხო? ალბათ ცხოვრებაში ვერ მოხვდებოდი. ძალიან სილამაზეა და ძალიან სიმშვიდეა და ძალიან მაგარი ადგილია. ცოტა დავისვენო და გავუყვები გზას ისე უკან. ნამდვილად ძალიან მაგარი ადგილი აღმოვაჩინე. თავარია მშვიდობით დავბრუნდე ხა უკან. აქ რაღაცა ჩამოსასვლელი არ იყო თლად ამაყი როგორც მახსოვს. ბატონო, სწორად მახსოვს. არა უშავს. ხო, აქედან ასვლა. კაია. Epa, წავიდა. მიდი ენდური, მიდი. ტექ დათვალიერების ამბავი მოტოციკლეტებზე ნაღდია, მეგობრებო, უნდა შემოიღონ ეგ ამბავი. ვინ იცით? დადასტურებული ინფორმაცია.
უი მართლა ხო? შემდეგ ენდურის გადაღებაზე სტუმარი გვეყოლება. ჯერ სიურპრიზად დავტოვებ ვინ არის სტუმარი, მაგრა გაგისწორდებათ უეჭველი ვიცი. აი ძალიან მაგრად გაგისწორდებათ. ხაუ ძალიან გასწორა ამ გამოსვლამ რა. ეხლა თან ამინდები რო არის და ძალიან ტალახი რო არ არის. მაგიტო გავრისკე აქეთ წამოსვლა რა. წინა ენდურის გადაღებებზე მაინც ახლოს ვიყავი სახლთან ასე თუ ისე და რო რამე მიშველეთ თქო დავიძახებდი რა. მაგრამ ეს არის მუღამი ამის რა. ენდურის. რო ასეთ ადგილებზე უნდა წახვიდე. ორა ლამაზად მოასურა. არა გადავრჩი. რო არ გამძვრა მოტოციკლეთი. რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ Ghost of Tsushima-ში რო არის. მელაკუდა. აი ეგ უნდა გამოვიდეს, ეხლა და უნდა გავყვე და რაღაცასთან მიმიყვანს. თუ გაქვთ ნათამაშები, ეგ თამაში მიხვდებით რასაც უგულისხმობ. აუ მე იმდენი ხანი ვთამაშობდი მაგას. აი ბოლოს მესიზმრებოდა. მადლობა უნდა უთხრა უეჭველი გარაჟი 31-ის ბიჭებს კიდე ერთხელ ამ მოტოს გაცოცხლებისთვის ცოტა არ იყოს გლახა მდგომარეობაში იყო და მოგვიხოდეს სეზონისთვის ჯიგრულად. ვიღაცები ბანაობენ. აბა გადავკვეთოთ ისევ შვიდობით როგორც მოვედით. წავიდა ლაშა მიდი. გიჟი ხარ. იუჰუ. ჰაჰა, გრაგასორა.